ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჯტაბა ხამანეიმ გამოაცხადა წმინდა ომი ირანის წინააღმდეგ, ხოლო რადიკალები მთელი ირანში მოითხოვენ ომს გამარჯვებამდე. ირანი მზად არის კიდევ უფრო გაამწვაოს სიტუაცია, რადგან წინადრეს უმაღლესმა ლიდერმა მაჯტაბა ხამანეიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში. დაპირა მკაცრი პასუხი ირანის ძალებით და მისი პროქსი ძალებითაც მიანიშნა იმავე იემენელ ჰუსიტებზე და კიდევ ერთხელ უწოდა აშშ-ს დიდი სატანა. ეს ირანის რევოლუციის ძველი ლოზუნგია. დიდი სატანა. ასე ირანში ტრადიციულად ამერიკას ეძახიან 1969 წლიდან. მაგრამ რა არის აქ მნიშვნელოვანი? თავად მაჯტაბამ ეს გამოთქმა, დიდი სატანა. არც ერთხელ აღმოუყენებია მას შემდეგ, რაც აიათოლას პოსტი დაიკავა. მან ეს პირველად გააჟღერა და როგორც რეგიონული ექსპერტები ამტკიცებენ, ეს სიგნალია. ირანი უკან ბრუნდება ამერიკასთან ტოტალური წმინდა ომის ენაზე. მაგრამ ამ ხმაურიანი ამბის უკან ბევრად უფრო უცნაური და შემაშფოთებელი ისტორია იმალება. საქმე იმაშია, რომ ადამიანს, რომელსაც თითქოს ეს წმინდა ომი გამოაცხადა, უკვე თითქმის 5 თვეა არავინ უნახავს ცოცხლად. და ირანში სულ უფრო ხმამაღლა კითხულობენ. საერთოდ ცოცხალია? სად არის ის? და თუ ცოცხალია, თავად იღებს გადაწყვეტილებებს. თუ მის ნაცვლად სრულიად სხვა ადამიანები წყვეტენ ყველაფერს. ამ გამოშვებაში ორ მთავარ კითხვას განვიხილო. პირველი, რა რეალურ დონემდეა მზად ირანი ესკალაციისთვის? ეს ბლეფია თუ ის მართლაც ბოლომდე წავა წმინდა ომის ფარბლებში. და მეორე, ყველაზე საინტერესო, ვინ იღებს ირანში რეალურად გადაწყვეტილებებს, თუ უზენაესი ლიდერი უხილავია. და სწორედ აქ გამოჩნდა ძალიან საინტერესო დეტალები. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე, ამიტომ მადლიერი ვიკრებით თქვენი გამოწერისთვის. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. წინადრეს ირანის უმაღლესი ლიდერი მაჰმუდ მაჯტაბა ხამენეი გამოვიდა საომარი განცხადებით და დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ამერიკა-ირანის შეთანხმების დარღვევაში. და დაპირდა მკაცრ პასუხს ირანისა და მისი პროქსი ძალების მხრიდან. თუ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გამწვავდება, ხამენეის განცხადება გაკეთდა აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების ფონზე, რომლებიც უკვე მე-9 დღეა გრძელდება. ორივე მხარე აძლიერებს შეტევებს და აფართოებს სამიზნეების წრეს. გარდა ამისა, ირანის ლიდერი აცხადებს, რომ ირანი აჩერებს თავის ვალდებულებებს ივნისის შეთანხმების მიხედვით აშშ-სთან, იმავე ზავს, რომელმაც დროებით შეაჩერა ეს ომი. მაჰმუდ მაჯტაბა ხამენეიმ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ხელმოწერა ამ ზავის შეთანხმებაზე, ციტატა, არაფერს ნიშნავს და არასანდოა. და როგორც უკვე ვთქვი, მაჰმუდ მაჯტაბა ხამენეი პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ამერიკას დიდ სატანას უწოდებს. და ეს მნიშვნელოვანი მომენტია. საქმე იმაშია, რომ ამ გამოთქმაზე დიდი სატანა დაბრუნება ირანის კლასიკურ რევოლუციურ ენაზე დაბრუნების სიგნალია ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმების ჩაშლის შემდეგ. უფრო მარტივად რო ვთქვათ, მოკლე პერიოდი, როცა ირანი ცდილობდა ამერიკასთან დიპლომატიის ენაზე მოლაპარაკებას, როგორც ჩანს დასრულდა. და ეხლა ისევ გამოჩნდა ეს მტრული ენა გამარჯვებამდე ბრძოლისთვის. ამასთან მიაქციეთ ყურადღება ფრთხილ ფორმულირებას. მაჰმუდ მაჯტაბა ხამენეი დაპირდა ირანის და მისი პროქსი ძალების მკაცრ პასუხს, თუ საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გამწვავდება. ანუ ეს არ არის ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ შეტევა ყველა წინ შეტევაზე. არა, ეს უფრო პირობითი მუქარაა. თუ გაამწვავებთ სიტუაციას, მიიღებთ მკაცრ პასუხს ირანისა და მისი პროქსი ძალებისგან ჩვენი მხრიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელსაც დაუბრუნდები, როცა განვიხილავთ, რამდენად რეალურად არის ირანი მზად ბოლომდე წავიდეს. მაგრამ აქ ერთი პრობლემა არსებობს. მაჰმუდ მაჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა 28 თებერვლის შემდეგ, იმ დარტყმის შემდეგ, რომელმაც მისი მამა მოკლა და ზოგიერთი ინფორმაციით თვითონაც დაჭრა. თითქმის 5 თვე არავის უნახავს იგი. მან არ მიმართა ეს პირდაპირ ეთერში. არც ერთხელ არსად არ გამოჩენილა, კამერებზე არ გამოჩენილა, არც ერთი ჩანაწერი არ არსებობს მისი ხმით. და მისი ყველა განცხადება არის წერილობითი შეტყობინებები, რომლებიც მის სახელზეა გამოქვეყნებული მისი კანცელარიის მიერ. ან დაფიქრდით, ირანის ხელისუფლების ზედა ეშელონში გადატრიალების ხვების ფონზე ირანის უმაღლესი ლიდერი ამერიკას დიდ სატანად აცხადებს და წმინდა ომით ემუქრება. მაგრამ თავად უმაღლესი ლიდერი თითქმის 9 წელია არავის უნახავს ცოცხალი. თუნდაც საკუთარი მამის ალი ხამანაის გრანდიოზულ დაკრძალვაზე, რომელიც ივლისში მთელი კვირა გაგრძელდა, ის მაინც არ გამოჩენილა.
და ამ ფონზე გაჩნდა ახალი დეტალები იმ ხმების შესახებ, რომელთა შესახებაც ალბათ უგექსმენიათ. ამბობენ, რომ ირანის უზენაესი ლიდერი საერთოდ გაიყვანეს ირანიდან. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა და მომდევნო დღეს, როცა მაჩთაბის სახელით დიდი სატანის, ანუ ამერიკის მისამართით, ეს წერილობითი განცხადება გამოქვეყნდა. ხმების ლოგიკა ასეთია. თუ ლიდერი აგზავნის მკაცრ წერილებს, ასეთ განცხადებებს, მაგრამ ფიზიკურად ის ქვეყანაში არ არის და თითქოს ვერავინ აჩვენებს მას საზოგადოებას. შეიძლება ის საიდუმლო დიდი ხნის წინ უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს, ხოლო თავად ქვეყანაში უკვე დიდი ხანია სრულიად სხვა ადამიანები მოქმედებენ. ოფიციალურად ირანის ხელისუფლება მაჩტაბა ხამანაის გაუჩინარებას მარტივად ხსნის. თითქოს არსებობს მკვლელობის საფრთხე. ლოგიკა გასაგებია. ისრაელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახალ ლიდერსაც ლიკვიდაციას მოუწყობდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი კაცი პირდაპირ უწოდებდა მას სასიკვდილოდ მონიშნულ. და მას შემდეგ, რაც ალი ხამანაის მამა ფაქტობრივად ევთი დარტმითაც კი მისცუდნენ, შვილის დამალვა როგორც ჩანს გონივრული ნაბიჯია. ასე რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ცოცხალია და უბრალოდ სადღაც ღრმა ბუნკერში იმალება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამის დამტკიცება შეუძლებელია. ამიტომ ჯვარები უბრალოდ უხვად ვრცელდება. რა თქმა უნდა, ეს აშკარაა. და მათ შორის ბევრად უფრო სერიოზული ვერსიაც არსებობს, ვიდრე ის, რომ თითქოს ის სადღაც საზღვარგარეთ გაიყვანეს. და ეს ვერსია ასე ჟღერს, რომ ის მძიმედ დაჭრილია ან უუნაროა. ტრამპმა, რომელსაც ფაზაშორის ამერიკის დაზვერვაზე ცდომა აქვს, რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ მისი ინფორმაციით ირანის ახალი ლიდერი ცოცხალია, მაგრამ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. საინტერესოა, რომ მაჩტაბუს უკვე თეგერანის მოჩვენებას, ან როგორც ამბობენ, ჩრდილოვან პრინცს ეძახიან. ანუ უკვე ირანელებმაც დაიწყეს ამ თემაზე აქტიურად ხუმრობა. მაგრამ ჭორები ჭორებად და ბევრს უკვე უჩნდება კითხვა. თუ უზენაესი ლიდერი მოჩვენება, რომელიც არ ჩნდება და შესაძლოა საერთოდაც უუნაროა, მაშინ ვინ მართავს რეალურად ქვეყანას და ვინ არცელებს ყველა ამ მიმართვას, რომელსაც მაჩტაბუს მიაწერე? ვინ აძლევს ბრძანებებს ამერიკულ ბაზებზე დარტყმის შესახებ? ვინ იღებს გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტის დახურვაზე? და საერთოდ ვინ მართავს ამ ომს? ვინ არის მისთვის პასუხისმგებელი? პასუხი, რომელამდეც თითქმის ყველა სერიოზული ანალიტიკოსი მივიდა, ასეთია. ირანს ახლა არ მართავს სულიერ ლიდერი. არა აიათოლა, არამედ სამხედროები. კონკრეტულად კი ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი. ჩვენ უკვე არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ რადგან ამ YouTube არხზე სულ უფრო მეტი ახალი გამომწერი ჩნდება, მოდით კიდევ ერთხელ მოკლედ აგიხსნით. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ჩვეულებრივი არმია არ არის. ეს არის იდეოლოგიური სამხედრო სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, რათა დაეცვა თავად აიათოლების რეჟიმი. არა ქვეყანა, არა გერიოთ, სწორედ აიათოლების რეჟიმი. ქვეყანაში ირანში სხვათა შორის არის ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალებიც, მაგრამ ისინი თითქოს ფორმალურები არიან. დროთა განმავლობაში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი სახელმწიფოში გადაიქცა. ის აკონტროლებს არა მხოლოდ რაკეტებსა და ფლოტს, არა მხოლოდ სამხედრო ფრთას, არამედ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილებსაც. შენებლობა, კავშირი, ნავთობის გაყიდვა, აქტივები, ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის კონტროლქვეშ ერთა. და ეხლა როცა ძველი ლიდერი მოკრუნლია, ხოლო ახალი სადღაც იმალება, რეალური ძალაუფლება კორპუსმა თავის ხელში ჩაიგდო. მოდით სახელებით განვიხილოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რადგან ეხლა სწორედ ისინი წარმოადგენენ ირანის რეალურ ომის დროინდელ მთავრობას. პირველი არის ახმადულა, მეორე ვახიდია. ის არის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მთავარსარდალი. ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტისა და ამერიკული დაზვერვის შეფასებით, სწორედ ვახიდი იღებს ახლა აბსოლუტურად ყველა სამხედრო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ანუ ფაქტობრივად მოჯთაბასთან თანაბრად, ან შეიძლება მის ნაცვლადაც კი. უფრო მეტიც, ვახიდი პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ომის პირობებში ყველა საკვანძო პოსტი პირდაპირ უნდა კონტროლდებოდეს რევოლუციის მცველების მიერ. და რაც აღსანიშნავია, სწორედ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის უფროსმა მეთაურებმა ვახიდის ხელმძღვანელობით მარტში გაატარეს მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დანიშნა. ამ სამხედროებმა თავად დაასვეს ეს ლიდერი და ეხლა ის მათ ვალდებული. ან იქნებ მათ უბრალოდ შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ქვეყანას ჯერ კიდევ აიათოლა მართავს. მაგრამ სინამდვილეში ხელისუფლება უკვე დიდი ხანია სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში, ხოლო მოჯთაბა ხამენეი უბრალოდ ქაღალდის საფარია. და აქ მოვიყვან ციტატას ალი ვაიზისგან. ეს არის International Crisis Group-ის ირანის მიმართულების დირექტორი. ეს ადამიანი თავად ირანში ფართო კონტაქტებით გამოირჩევა. და ის ამბობს შემდეგს, ციტატა. მოჯთაბა ხამენეი უზენაესი ლიდერი არ არის.
ის შეიძლება იყოს ლიდერი სახელით, მაგრამ ის არ არის ყოვლის შემძლე, როგორც მისი მამა იყო. მოიჩნდება პირდაპირ ემორჩილება რევოლუციის მცველებს არაპირიქით, რადგან ის მათ ვალდებულია თავისი თანამდებობით და ვალდებულია მათ მთელი სისტემის გადარჩენით. ლიდერი ვალდებულია სამხედროების წინაშე, ეს ნიშნავს, რომ ლიდერი დამოკიდებულია სამხედროებზე. მეორე საკონძო პიროვნება მოჰამად ბაგერ ზალხადრი. ის არის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი. ეს არის მთავარი ორგანო, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები თავდაცვის, დაზვერვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ზალღადრიც ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ძველი გვარდიიდანაა, ყოფილი მკაცრი მცველთის მეთაური. და მან ეს პოსტი მარტში დაიკავა. მას შემდეგ, რაც მის წინამორბედს ალი ლარიჯანის 17 მარტს საჰაერო დარტყმით მოკლეს. ზალღადრი ინსტიტუციური კოორდინატორია, ანუ ადამიანი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას აერთიანებს. და ის არის სამხედრო და არა სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელი. ეხლა კი ყველაზე საჩვენებელი მომენტი. სად არიან ამ მთელ კონსტრუქციაში სამოქალაქო პოლიტიკოსები, რომლებსაც ჩვენ ირანის ხელისუფლებად მივიჩნევდით? აი მაგალითად პრეზიდენტი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ირანის პარლამენტის თავმჯდომარე. აი ისინი ყველგან, თითქოს საერთაშორისო არენაზე, საკუთარ თავს წარმოაჩენენ როგორც ირანის ნამდვილი ხელისუფლება. ხოლო ისინი ფაქტობრივად ყველა გვერდზე გადასციეს. ირანის პრეზიდენტი მასუდ პიზაშკიანი ანალიტიკოსების მონაცემებით ფაქტობრივად ჩამოშორებულია საკონძო გადაწყვეტილებებს. ის საერთოდ არ იგებს არანაირ გადაწყვეტილებას ქვეყანაში. საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგირ გალიბაფი, რომლებიც სხვათაშორის ამერიკელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ვერ იღებენ ვერცერთ გადაწყვეტილებას ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის დამტკიცების გარეშე. ანუ დიპლომატებს რაღაცის შეთავაზება შეუძლიათ, ხოლო სამხედროები ან ნებას რთავენ, ან კრძალავენ. ანუ რეალური ძალაუფლება ფორმიან ადამიანებს აქვთ და არა პოლიტიკოსებს. სწორედ ამით აიხსნება ირანის ასეთი მძაფრი სურვილი ომის გაგრძელების. მაგრამ აქ ჩნდება სწორედ ის ბზარი, ანუ ის განხეთქილება სისტემის შიგნით, რაზეც ერთ-ერთ წინა გამოშვებაში ვისაუბრეთ. ირანში მიმდინარეობს ფარული ბრძოლა. ერთი მხრიდან არიან ისინი, ვინც აშშ-თან შეთანხმება სურდა. ესენი არიან მოლაპარაკეები არაქჩი, ღალიბაფი და პრეზიდენტი პიზაშკიანი. ეს ისაა, რაც უკვე განვიხილეთ. მათ თავიანთი მხრიდან მართლაც შეძლეს ზავის მიღწევა. მათ შეძლეს ამერიკული სანქციების ნაწილის მოხსნაც კი. მაგრამ მეორე მხრივ ყავს რადიკალები, ისლამური რევოლუციის ყველაზე თავგამოდებული მხარდამჭერები, რომლებიც ნებისმიერ გარიგებას ამერიკასთან ღალატად მიიჩნევენ, ხოლო ომს წმინდად, რადგან ისინი ხომ დიდ სატანას ებრძვიან. სხვათაშორის პატარა სატანა თუ არ იცოდით, ეს ისრაელია. რადიკალები ახლა მოლაპარაკებების მონაწილეებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ ვაშინგტონთან შეთანხმების ხელმოწერით რბილი გადატრიალება მოაწყვეს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მათი ლოგიკა ასეთია. იმის ნაცვლად, რომ შური ეძიათ მოკლული ლიდერის ალი ჰამნეის გამო, ამ ადამიანებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს და ეს გააკეთეს ახალი ლიდერის მაჩტაბა ჰამნეის ნების საწინააღმდეგოდ. თითქოს მაჩტაბას ეს არ სურდა. ისინი მის წინააღმდეგ წავიდნენ და რაღაცაზე ამერიკელებთან შეთანხმდნენ. და რადგან მაჩტაბა უხილავია და ვერ ადასტურებს და ვერც უარყოფს საკუთარ ნებას, თითოეული მხარე მის ნებას თავისებურად განმარტავს. შედეგად რეჟიმის შიგნით ერთი ფრაქცია პირდაპირ ადანაშაულებს მეორეს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. და თუ მაჩტაბა, მოდი ვიყოთ გულწრფელები. თუ მაჩტაბა ქმედუნარიანი იქნებოდა, განაის არ შეიტანდა სიცხადეს ამ სიტუაციაში. განაის არ შეაჩერებდა მტრობას. განაის არ გამოვიდოდა და არ ახსნიდა. ნახეთ, აი პოლიტიკოსები არიან, ისინი ამ ნაწილზე არიან პასუხისმგებელნი. არიან სამხედროები, ისინი ამაზე არიან პასუხისმგებელნი. ომს ვაწარმოებთ ამიტომ და ასე შემდეგ. მაგრამ მოჯთაბა ამას არ აკეთებს. ეხლა მოდი ვცადოთ უპასუხოთ კითხვას. ირანი მართლა ბოლომდე წავა? თუ ეს მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებია, თითქოს მოჯთაბასგან. აქ უნდა გავიგოთ ლოგიკა, რომელსაც ექსპერტები ესკალაციას დეესკალაციისთვის უწოდებენ. აი როგორ ხსნის ამას მაგალითად, სანამ ვაკილი, რომელიც Chatham House-ის ანალიტიკური ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორია, ირანი თამაშობს ნაცნობ სცენარს. ამტოვებს სიტუაციას, რათა შემდეგ ძალის პოზიციიდან მიაღწიოს განმუხტვას. ან დარტყმებისა და ხმამაღალი განცხადებების მიზანი არ არის სრულმასშტაბიანი ომი გაანადგურებისთვის, არამედ მაქსიმალური ზეწოლის შექმნა, რათა შემდეგ უკეთესი პირობები გამოითხოვონ. და ამას თავად ირანის ქცევაც ადასტურებს. ნახეთ, ირანი ურთხამს ამერიკულ ბაზებს რეგიონში, ხურავს ჰორმუზის სრუტეს, ესხმის მეზობელ ქვეყნებში მდებარე გამთქნარების სადგურებს, მაგრამ ყველაფერს ზომიერად აკეთებს. ის აპარტოებს გეოგრაფიას,
მაგრამ თავს არიდებს იმ ერთადერთ ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად ჩააბამდა აშშ-ს სრულმასშტაბიან ომში და მასშტაბურ დიდ შეჭრაში. ეს გულისხმობს ჰორმუზის სრუტის გარდა ბაბ ელ-მანდების სრუტის დახურვასაც. ოჩტავას განცხადებაშიც კი მკაცრი პასუხის მუქარა პირობითაა მოცემული. ის ამბობს, თუ ესკალაცია გაგრძელდება, მაშინ ჩვენ ისე დავარდგამთ, რომ ყველას ძალიან გაუჭირდება. ანუ ეს მაინც ტოვებს მოლაპარაკების კარს ნახევრად ღიას. მაგრამ აი აქ არის მთავარი საფრთხე. ეს გამოთვლილი ლოგიკა მუშაობს მხოლოდ მანამ, სანამ ზემოთ არის ვინმე, ვინც მუხრდზე ფეხი უჭიროს და შეუძლია დროულად შეაჩეროს სამხედრო მანქანა. და რა გვაქვს ჩვენ? ირანის უზენაესი ლიდერი რაღაც მოჩვენება. აშშ-სთან მოლაპარაკეები დისკრედიტებულნი არიან. მათ ღალატში დასდეს ბრალი. და ამ ფონზე აქტიურდებიან რადიკალები, რომლებიც ნამდვილი ომისკენ ისწრაფვიან და უკვე სრულიად გაუგონარ რაღაცებს თავაზობენ. მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რადიკალი მანუჩერ მატაკი ირანის ტელევიზიის ეთერში წინადრეს სერიოზულად შესთავაზა, რომ რეგიონში სამხედრო ბაზებზე 100 ამერიკელი ჯარისკაცი შეიპყრონ და ირანში მძევლებად გადაიყვანა. ამბობს, ნახეთ, ჰამასი გახსოვთ, შეიჭრა ისრაელში, მძევლები აიყვანა და შემდეგ თითქოს ვაჭრობდა, რომ მათ გაეცვალა. მოდით იგივე გავაკეთოთ, მოდით ამერიკელები შევიპყროთ და შემდეგ მოთხოვნები წამოაყენოთ, რომ ისინი მძევლობიდან გავათავისუფლოთ. აი ეს არის პრობლემა. თუ თეირანში გადაწყვეტილებებს პრაგმატულად იღებენ, ან ნამდვილად ესკალაციის ლოგიკით, რათა დეესკალაცია მოხდეს, მაშინ რა თქმა უნდა არის შანსი, რომ სრულმასშტაბიან ომამდე არ მივა საქმე და ეს ყველაფერი ვაჭრობა. მაგრამ თუ რადიკალები ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, რომლებიც გულწრფელად სურთ წმინდა ომაომის შურისძიებისთვის და მოუნდებათ მოკლული ლიდერის გამო შურისძიება, მაშინ უბრალოდ აღარ დარჩება შემაკავებელი. და იმ პირობებში, როცა ლიდერი მოჩვენებაა და მის ნებას თითოეული ისე განმარტავს, როგორც უნდა, შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო, რომელი ფრაქცია გაიმარჯვებს. შედეგი: ირანმა თავისი უმაღლესი ლიდერის პიდერის პირით ფაქტობრივად გამოაცხადა წმინდა ომი აშშ-ს წინააღმდეგ. დააბრუნა ტერმინი დიდი სატანა, რომლითაც აშშ-ს მოიხსენიებს, დაარღვია ზავი და მრისხანე პასუხი დაპირდა. მაგრამ ამ მრისხანე რიტორიკის უკან უბრალოდ ქაოსია ხელისუფლების სათავეში. ადამიანი, რომელიც თითქოს და ომს აცხადებს, თითქმის 5 თვე არავის უნახავს და ის ან ისრაელის დარტყმებს ემალება, ან მძიმედ დაჭრილია, ან ჭორების თანახმად საერთოდ ქვეყნიდან არის გაყვანილი. სიმართლე კი არავინ იცის. ფაქტობრივად კი ქვეყანას სამხედროები მართავენ. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ვახიდისა და იზალგადრის ხელმძღვანელობით. სამოქალაქო პოლიტიკოსები უკანა პლანზე არიან გადაწეული. დიპლომატები, რომლებმაც ზავი მოიპოვეს, საჯაროდ მოღალატეებად გამოცხადდნენ და რეჟიმის შიგნით ერთი ფრაქცია მეორეს გადატრიალებაში ადანაშაულებს. ამ ეტაპზე ირანი სავარაუდოდ საშიშ, მაგრამ გააზრებულ თამაშს თამაშობს. ანუ ის ამწვავებს სიტუაციას იმისთვის, რომ უკეთესი პირობები გამოივაჭროს და არა იმისთვის, რომ ყველას გარშემო გაანადგუროს და სრულმასშტაბიან ომში ჩაერთოს. მაგრამ რაც უფრო ხმამაღალია რადიკალების ხმა ირანში, მით უფრო იზრდება ნამდვილი, მართლაც ტოტალური ომის რისკი. და ყველაზე საშიში სცენარი ის კი არ არის, რომ ირანი უმაღლესი ლიდერის ბრძანებით ბოლომდე იბრძოლებს, არამედ ის, რომ ბრძანებების გაცემას უკვე აღარავინ შეძლებს. და დიდი ომის გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს უმაღლესი ლიდერი, არამედ ვიღაცა გენერალი. ან რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მართვის ბერკეტებს დაეუფლება იმ მომენტში, როდესაც ხელისუფლების სათავეში უბრალოდ სიცარიელი და ქაოსია. სახელმწიფო, სადაც ლიდერს ვერც ნახავ და ვერც გაჩვენებენ, ხოლო ხელისუფლებას სამხედროები და რადიკალები იფხრობენ, ეს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეა ყველა შესაძლებელიდან. რატომ? იმიტომ რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომადაც კი არავინ არის. გაუგებარია ვინ არის იქ ახლა საერთოდ მთავარი და ვისთან უნდა ილაპარაკო. ამიტომ ჩვენ მხოლოდ მოვლენების განვითარებას ვაგვირდებით. აქ მრავალ წერტილს დავსვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საფრთხე თავზე. ყველას ნახვამდის.